დილამშვიდობის, თქვენ უყურებთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რუბრიკას. საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე, რომელიც BMG-სთან პარტნიორობით და შვედეთის დაფინანსებით მზადდება. დღეს საუბრობთ სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის შესახებ თემაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას და მდგრად ბიზნეს პრაქტიკებს. სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის მიზანია თანაბარი შესაძლებლობების და შედეგების უზრუნველყოფა ქალებისთვის და კაცებისთვის. ამისთვის საჭიროა თანაბარი ანაზღაურება ქალებისთვის სამუშაო ძალაში სრული და თანაბარი მონაწილეობა, თანაბარი წვდომა ყველა პროფესიაზე და გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრა, განსაკუთრებით ოჯახთან და სხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით. მაკენზის ინსტიტუტის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, გლობალური ეკონომიკა 2025 წლისთვის 12 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზრდებოდა თუ გენდერული თანასწორობა მიღწეული იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი ანაზღაურება ფუნდამენტური უფლებაა, მსოფლიო ბანკის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით გლობალურად ქალები იმავე სამუშაოზე საშუალოდ მხოლოდ 77%-ს გამოიმუშავებენ იმ თანხისა, რასაც კაცები. ამ ტემპით სრული თანასწორობა მხოლოდ 2086 წელს იქნება მიღწეული. აქვე გაგაცნობს საქსტატის 2024 წლის მონაცემებსაც, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 1540 ლარი იყო, კაცების კი 2343 ლარი. ეს კი თითქმის 34%-ზე მეტ სხვაობას ნიშნავს. გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილზე არის არა მხოლოდ სამართლიანი და სწორი, არამედ აუცილებელია დამსაქმებლის შემოსავლების ზრდის და ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, როგორ უწყობენ ხელს კომპანიები სამუშაო ადგილზე გენდერულ თანასწორობას, როგორ იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს გენდერული მიკერძოების თავიდან ასაცილებლად და როგორ პასუხობენ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. დღეს ჩვენთან ერთად არიან Helio AI-ის დამფუძნებელი ტექნიკური დირექტორი ნათია ქუხილავა და BDO საქართველოს ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო ციცვიძე. მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის და დღეს ამ საინტერესო თემებზე რომ ვისაუბრებთ ჩვენთან ერთად. მოდით პირველ კითხვაზე გადავალ, ორივესთან ეს კითხვა მექნება, ანანო თქვენგან დავიწყოთ. აი როგორ უწყობთ თქვენ ხელს გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას, როგორც თქვენს კომპანიაში შეგნით, ასევე თქვენს კლიენტებთან და მათი მიწოდების ჯაჭვებში და რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამთ ამ მიმართულებით? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ასეთი საინტერესო თემის განხილვის შესაძლებლობისთვის. BDO საქართველოს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების შესახებ გაეროს UN Women-ის და Global Compact-ის საერთო ინიციატივის ხელმომწერი კომპანია. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ქალთა გაძლიერების საკითხზე და ვაპრიორიტეტებთ ამას ორგანიზაციაში, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ, ეს არის ის შინაარსი, ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას BDO საქართველოს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ზუსტად გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილზე და ჩვენ ამ მიმართულებით შეგვიძლია სხვადასხვა საკითხებზე ვიმსჯელოთ. ეს არის პრაქტიკები, რომელსაც ორგანიზაცია ნერგავს თავად შიგნით, ის კორპორატიული კულტურა, რომელიც უწყობს თანაბარ უფლებიანობას აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის და ეს არის ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც კომპანია იღებს საზოგადოების წინაშე. ორივე მიმართულებით ძალიან საინტერესო პრაქტიკები გვაქვს BDO საქართველოში და ალბათ მომეცემა ამაზე საუბრის შესაძლებლობა, მაგრამ კონტექსტი რომ იყოს აღქმული თუ როგორ ვოპერირებთ ჩვენ, აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ჩვენთან დასაქმებულთა 77% არის ქალბატონი, ხოლო მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანთა 62% არის ქალი. ასე რომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა განვითარებაზე, მათ კარიერულ წინსვლაზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენთვის ფაქტობრივი მონაცემები, ეს არის ის მთავარი ფუნდამენტი, რომელზეც ვაშენებთ იმ კულტურას, რომლითაც გავცემთ მათ შორის მომსახურებებს და პოზიციონირებთ ჩვენს ბაზარზე. და თქვენს კლიენტებთანაც ანალოგიურ მიდგომებს იყენებთ, აი კი ბატონო, დიახ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც BDO აკადემიამ ჩვენმა ქვებრებმა გადადგა ამ მიმართულებით, ეს არის და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი, როგორ თქვა, კრიტიკული საკითხი არის სექსუალური შევიწროების პრევენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროგრამების და პოლიტიკების განვითარება. არაჩვეულებრივ სასწავლო პროგრამა შექმნა, ელექტრონული სასწავლო პროგრამა UN Women-მა და რომელიც ჩვენ დავაინტეგრირეთ ჩვენს LMS პლატფორმაში მათი დახმარებით და შესაბამისად აკადემიის LMS პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია არა მხოლოდ BDO-ს თანამშრომლებისთვის, არამედ ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც თანამშრომლობს თავად აკადემიასთან, ეს კურსი,
რომელიც იძლევა აბსოლუტურად საინტერესო და ძალიან პრაქტიკულ მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღმოვაჩინოთ სექსუალური შევიწროების ფაქტი, რა შეიძლება იდენტიფიცირდეს როგორც ასეთი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მათ შორის რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება გქონდეს, ამ საკითხებზე აბსოლუტურად პრაქტიკულ ცოდნას იღებს ყველა თანამშრომელი. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ ჩვენ შიგნით კომპანიაში დავნერგოთ მსგავსი პრაქტიკები და ავამაღლოთ ცნობიერება, არამედ შესაძლებელია მივცეთ ყველა კომპანიას, რომელთანაც ჩვენ თანამშრომლობთ LMS პლატფორმების დახმარებით, გქონდეთ მსგავსი ტიპის შესაძლებლობა. დიდი მადლობა ანანო, იმავე კითხვით გადმოვალ თქვენთან ნათია. თქვენ წარმოადგენთ ქართულ სტარტაპს, საკმაოდ წარმატებულს Helio AI-ს, აი თქვენც რომ გვითხრათ თქვენ სტარტაპში და თქვენს მიწოდების ჯაჭვებში, როგორ ებრძვით გენდერულ დისკრიმინაციას? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მადლობა ამ თემის წამოწევისთვის, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვარდისფერი სათვალეებით უყურებდეთ დღეს ჩვენს გარემოს, რეალურად მართლა გვჭირდება ამ თემებზე ლაპარაკი. Helio არის რეკრუტინგის პლატფორმა, რომლითაც HR-ებს, რეკრუტერებს ვეხმარებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად იპოვონ სწორი ადამიანები ნებისმიერ პოზიციაზე. და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ Helio-ში 4 თანადამფუძნებლიდან 3 ვართ ქალი, რაც ძალიან მიხარია და მიამაყება. და განსაკუთრებით ტექ გუნდში, სადაც უფრო მეტად შეინიშნება ხოლმე გენდერული კუთხით პრობლემები, ტექ გუნდში 6 ადამიანიდან 3 ვართ გოგო და 3 არის ბიჭი, ასე რომ ძალთა თანაფარდობა გვაქვს მოკლედ აქაც. უშუალოდ ჩვენს კლიენტებს რაც შეეხება, Helios მომხმარებლები ძირითადად არიან რეკრუტერები და რეალურად რეკრუტერებს ისედაც იმდენად ბევრი საქმე აქვთ და კიდევ ემატებათ ისიც, რომ რამე სახით დისკრიმინაციას არ ქონდეს ადგილი შერჩევის პროცესში, იმიტომ რომ შერჩევის პროცესი არის პრინციპში ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი კომპანიებში და რეკრუტერებს მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენი სოფტის გამოყენებით, რომ შეამცირონ გენდერული მიკერძოება და ამაზე ზედმეტი ფიქრი აღარ დაჭირდათ რეკრუტერებს და ჩვენმა სოფტმა იზრუნოს მოკლედ ამ საკითხზე მათ ნაცვლად. და ანუ თქვენ ამ მიმართულებით როცა ეს სოფტი შექმნით, თავისთავად ეს ნაწილიც დააპრიორიტეტეთ, რომ ყოფილიყო განსაკუთრებულად გაცნობ გენდერულ მიკერძოებასთან ბრძოლის ბრძოლა ყოფილიყო ხაზგასმული ამ მიმართულებით თუ კი რა თქმა უნდა ჩვენ მქონდა Amazon-ის მაგალითი, როცა Amazon-მა დაახლოებით 6-7 წლის წინ თვითონ გააკეთა რეკრუტინგის სისტემა და ძირითადად AI მუშაობს ხოლმე ესეთნაირად, რომ რა ინფორმაციასაც მივცემთ რომ ისწავლოს, იგივე ინფორმაციას იყენებს მერე თვითონ. და რადგანაც ტექ მიმართულებებზე უმეტესად ისტორიულად ისეა, რომ უფრო მეტი მამაკაცის საქმდებოდა, Amazon-საც ჰქონდა უფრო მეტი მამაკაცის რეზიუმე ვიდრე ქალბატონის და მათმა რეკრუტინგის სისტემამ აღმოჩნდა, რომ მათი რეკრუტინგის სისტემა იყო მიკერძოებული მამაკაცების მიმართ. რადგანაც ეს ინფორმაცია უკვე ჰქონდა და ესეთი მაგალითები უკვე არსებობდა, ამიტომ შექმნის დღიდანვე, პირველივე დღიდან ჰქონდა აქცენტი იმაზე, რომ ეგეთი რამე არ დაგმართნოდა Helio-ში, ასე რომ ვთქვათ და მაგალითად გამოყენებული გვაქვს ისეთ ტექნიკები, რომ კონკრეტული სიტყვები, რომლებითაც შეიძლება დაიდენტიფიცირდეს სქესი, უნდა იყოს ამოღებული რეზიუმედან, სანამ AI დაიწყებს ამაზე მუშაობას და ასე შემდეგ. მაგრამ გარდა იმისა, რომ უშუალოდ AI იღებს მონაწილეობას ადამიანის შერჩევაში და აქ ვებრძვით, ასე რომ ვთქვათ, გენდერულ მიკერძოებას, Helio-ში გვაქვს ასევე თამაში, რომელიც ადგენს ადამიანის უნარებს. 10 წუთიანი თამაშია, რომელსაც ადამიანი თამაშობს და რეკრუტერს ეგზავნება ინფორმაცია, პიროვნულად როგორი ადამიანია კონკრეტული პიროვნება და რამდენად შეეფერება კონკრეტულ პოზიციას. აქაც აბსოლუტურად გამორიცხულია სქესის ფაქტორი, არაფერში მონაწილეობას არ იღებს სქესი და რეკრუტერს შეუძლია, რომ სქესისგან და ყველა სხვა მიკერძოების ფაქტორიდან დაცლილად შეხედოს, რამდენად შეესაბამება ადამიანის პიროვნული უნარები უშუალოდ პოზიციას. ასე რომ Helios გამოყენება რეკრუტინგის პროცესში თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად გამორიცხავს გენდერული თუ სხვა ნებისმიერი ნიშნით მიკერძოებას. ძალიან შთამბეჭდავია. დიდი მადლობა ნათია. ანანო თქვენთან გადმოვალ, თქვენ უშუალოდ ვიდეოს გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ, ვიდეო რომელიც საკმაოდ აქტიურია SDG-რის მიმართულებით და არა მარტო. აი რომ მოგვიყვეთ ვიდეო რა ინიციატივები აქვს, რა პროექტები აქვს, რომლითაც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას სამუშაო ადგილებზე, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და აი ამ მიმართულებაზე ცოტა მეტი რომ გვეამბოთ. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, აქ იკვეთება ორი მიმართულება. ერთი, რას ვაკეთებთ ჩვენ კომპანიაში, ჩვენი თანამშრომლების გასაძლიერებლად და მეორე, რას ვაკეთებთ საზოგადოებაში, ზოგადად ქალების გასაძლიერებლად, ხო? კომპანიაში აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ერთ-ერთი ძალიან მწვავე საკითხი ეს არის დეკრეტული შვებულება.
ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პრაქტიკა გვაქვს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის გვაქვს 124-ის კალენდარული დღე ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება. ასევე საოცარი ინიციატივა წამოიწყეს ჩვენთან ლაქტაციის ოთახი გაკეთდა მეწუწური დედებისთვის, იმისთვის რომ კომფორტული იყოს ქალებისთვის შემდეგ უკვე დაბრუნება სამსახურში და აქტიურად ჩართვა პროცესებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სექსუალური შევიწროების პოლიტიკა მუშაობს ჩვენთან ძალიან აქტიურად, რაც უწყობს ხელს უსაფრთხო გარემოს შექმნას კომპანიაში და თანაბარ უფლებიანობას. ზოგადად, როდესაც საუბრობთ დისკრიმინაციაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ორივე მიმართულებით, ანუ როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, უნდა ვეცადოთ და შევქმნათ თანაბარი გარემო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროექტები და ინიციატივები, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვებმევით, მათ შორის მივახსენე UN Women. ჩვენ UN Women-თან ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ, განსაკუთრებით მეწარმე ქალების მხარდასაჭერად. ზოგადად, დაუწერელი პოლიტიკა გვაქვს ვიდეოში, როდესაც რაიმე ტიპის სერვისს ან პროდუქტს შევიძენთ შიდა მოხმარებისთვის, ყოველთვის ვაპრიორიტეტებთ მეწარმე ქალებს მათ გასაძლიერებლად. ასევე ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტი გაკეთდა ტასოს ეს იყო UN Women-ის მიერ შექმნილი პროექტი ტასოს ფონდთან და ფერმერ ქალ ასოციაციასთან ერთად, სადაც ჩვენ წელიწად ნახევრის განმავლობაში ვიდეო აკადემიის ეგიდით გადავამზადეთ 200 ქალბატონის საქართველოს მასშტაბით ბიზნეს ტრენინგები ჩაუტარეთ მათ სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის კოუჩინგ სესიები. ამის შედეგად მათ შექმნეს ბიზნეს გეგმები, სადაც უკვე ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენი advisory მიმართულება და კონსულტაციებს უწევდა მათ და შედეგად მათ მიიღეს ნორვეგიის მთავრობის დაფინანსება საკუთარი ბიზნესის წინ წამოსაწევად და გასაძლიერებლად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც ჩართული ვიყავით და ვახორციელებდით Peace Research Center თბილისთან ერთად, ეს იყო ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი. ეს იყო 14 ფერმერი ქალი გადავამზადეთ ასევე ბიზნეს ტრენინგების მიმართულებით, გაიარეს და აიმაღარსოთ მარკეტინგის მიმართულებით, ზოგადად გეგმა როგორ უნდა შემუშაოთ, რა საგადასახადო საკითხებს ვეცნობით, ანუ ისეთი ტიპის პრაქტიკული ცოდნის, ასე ვთქვათ, გაცემაზე და ამაღლებაზე ვსაუბრობთ, რომელიც რეალურად ძალიან რელევანტურია იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან და გრძელვადიანი წარმატებისთვის, იმიტომ რომ ინტელექტუალური რესურსის გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი, ანუ ერთის მხრივ ფინანსური მხარდაჭერა და მეორეს მხრივ იმ ექსპერტიზის გაზიარება, რომელიც იმ 25 წლის განმავლობაში, რაც ვიდეო არსებობს საქართველოში, დაგროვდა. ასევე დავამატებით თუ მაქვს დრო, რომ ზოგადად ვიდეო და მისი გლობალური ოფისი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე. აი მარტი ზოგადად ქალების გაძლიერების თვე არის და აი ამ თვის ეგიდით არაჩვეულებრივი რეპორტი შექმნა გლობალურმა ოფისმა, რომელიც აერთიანებდა მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა კულტურის და ასაკის ქალების ისტორიებს ზუსტად გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა, რადგან სამწუხაროდ ცოტა დრო გვჩება და ასევე საერთო კითხვით მინდა მოგმართოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ თემებზე მუშაობა გაგრძელდეს, გააქტიურდეს და აი თქვენ რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით, გენდერული თანასწორობის კუთხით, რა ინიციატივებს გეგმავთ, რა პროექტებს გეგმავთ, ნათია თქვენ რომ გითხრათ ამ მიმართულებით, რა სამომავლო გეგმები და რა ხედვა გაქვთ? აი ძალიან მოკლედ. ჰელია უფრო მეტად ჩართული არის ახალგაზრდებთან მუშაობაში, ესე ვიტყოდი მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქტიურად მართავთ ხოლმე სხვადასხვა ვორქშოპებს ან გამოსვლებს, განსაკუთრებით უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ვცდილობთ რომ განსაკუთრებით ტექ მიმართულებები მათთვის გახდეს ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით გოგონებისთვის და ერთგვარად მაგალითად იქცეს თუნდაც ის რომ ჰელიოში არის ამდენი ქალბატონი ჩართული ტექნოლოგიურ მიმართულებებში და მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ მივიტანოთ მათთან, როგორ შეიძლება რომ თვითონ ამ გზას გაყვნენ, როგორ შეიძლება რომ თვითონ დაინტერესდნენ ამ მიმართულებებით და შეეწყოთ ხელი. განათლების და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად გააქტიურებას. ანანო თქვენთანაც იგივე შეკითხვა მექნებოდა, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ჩვენ ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და გავაძლიეროთ ის პოლიტიკები, რომელიც კომპანიაში გვაქვს და ზოგადად ერთგული ვრჩებით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც აღებული გვაქვს ქალთა გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ზოგადად ერთობლივი მუშაობით, აი ესეთი ტიპის დისკუსიებით, სხვადასხვა ინიციატივებით ერთად შევძლებთ, რომ შევქმნათ გარემო, სადაც ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად
აღმოაჩინოს საკუთარი თავი, განვითარდეს და ერთადერთი განსაზღვრელი ფაქტორი თუ რატომ შეიძლება მაგალითად მეტი ანაზღაურება ქონდეს თანამშრომელს ან ნაკლები იყოს უნარები და ცოდნა, რომელიც ასევე მუდმივად განვითარებადია. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ორივეს, თქვენ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ამ თემებზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს დღეს კი დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. თამარ, მადლობა მორიგი საინტერესო საუბრისთვის და მადლობა სტუმრებს, რომ ასე საინტერესოდ იმსჯელეს საქმიანი დილას ეთერში. თამარ ღუნაშვილმა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ჩვენს ეთერში უმასპინძლა ნეთია ქუხილავას, Helio AI-ის დამფუძნებელს და ასევე ტექნიკურ დირექტორს და ასევე ანანო ციცვიძეს, ვიდეო საქართველოს ბრენდისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს.